ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ზუგდიდის საკრებულოში ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. რადიო ეთნეთის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ახალ ამბებს 18 საათზე. თია შონია გაგაცნობთ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთს არ უღიარებია ეგრეთ წოდებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, წერს ნოვოე ვრემია. ინტერნეტ გამოცემის ცნობით ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ 16 მაისს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას თქვა. საჭიროა დავფიქრდეთ სხვა რამეზე, თავად დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში დღეს უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის პირობი დარჩენის შესახებ კიევთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობენ. ამიტომ პერსპექტივაში ჩვენ გადავხედავთ თუ როგორ მოვიქცეთ, თქვა ხაჯიმბამ. გამოცემის თანახმად პრესკონფერენციის სტენოგრამა თვითაღიარებული აფხაზეთის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 11 მაისს ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. დაკავებულია 67 წლის გრიშა ბალამწარაშვილი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეა. არსებული ცნობით, ის სოფლის განაპირას პირუტყს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაიტაცეს. სად არის გადაყვანილი გრიშა ბალამწარაშვილი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეს დაკავების მეხუთე ფაქტია. დღეს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი განიხილეს. განხილვა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში NDI-ის ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ირინა რეხვიაშვილის თქმით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა საქართველოში, რომელსაც საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი ექნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეთიკის კოდექსის შექმნის ინიციატივა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიას ეკუთვნის. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და საკრებულოს კომისიების და ფრაქციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა NDI-ის, SIDA-ს და USAID-ის ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები და მხარდამჭერები მერის ადმინისტრაციული შენობის წინ ფოჩში შეიკრიბნენ. მათ ადგილობრივი მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს და გადადგომა მოითხოვეს. ნაციონალური მოძრაობა ასევე რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს გამოეხმოვია, რომელიც არასრულწლოვანებისთვის ძალადობის შემცვლელი ფილმების ჩვენებას ეხებოდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ფოთის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს